საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. მემორანდუმის გაფორმების ცერემონია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტუდიაში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს ახალგაზრდობის სააგენტოსთან და ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. დღევანდელ შეხვედრაზე მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ვიდეო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. დღეს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის. მოსაოცი ამბავია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა, პირიქით წინ უძღვის მრავალწლიანი მუშაობა 2019 წლიდან. მადლობთ ღმერთს, რომ დღეს კიდე ახალი პროექტები დაიგეგმა, ახალი მიმართულებები განვითარდება ჩვენსა და ახალგაზრდულ სააგენტოს შორის, თუმცა დღეს გავიარეთ ერთგვარად გავაანალიზეთ განვლილი გზა, ასევე ნახეთ კლიპი, რომელიც ასახავდა ძველი წლების საქმიანობას, ჩვენი ურთიერთობისა და ერთგვარად გახარებულები ვართ იმით, რომ საკმაოდ დიდი შედეგებია ურთიერთობაში და ახალგაზრდებთან უფრო მყარი და შედეგიანია ჩვენი კომუნიკაცია. რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მოვახდინეთ ურთიერთობის ფორმალიზება და გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოსთან. მემორანდუმის ფარგლებში ბანაკებში, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო აორგანიზებს, ჩამოვლენ ფსიქოლოგები და მამაოები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი პრობლემის შესახებ, რომელიც გულისხმობს ნარკოდამოკიდებულებას ახალგაზრდებში, ჩაატარებენ სესიებს და განიხილავენ ამ პრობლემას ახალგაზრდებთან ერთად. გარდა ამ აქტივობისა, ასევე ჩვენ გეგმავთ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს ახალგაზრდებთან ცნობიერების ამაღლებას და ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, ახალგაზრდობის სააგენტოსთვის საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. წერალთა სახლში 11 ივლისს ახალი თაობის ავტორთა საღამოების დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორთა განმარტებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება წაიკითხოს საკუთარი ან სხვისი პოეტური ნაწარმოები და ამ ფორმით ჩაერთოს პოეზიის პერფორმანსში. აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდა ავტორთა ლიტერატურული საღამოების სერიის ერთგვარი რეზიუმეა, რითაც შეხვედრების 8 თვიანი სეზონი დასრულდება. განახლებული ფორმატითა და ახალი ავტორებით ლიტერატურული შეხვედრები მწერალთა სახლში სექტემბრიდან დაიწყება. ხვალინდელ ზეიმს, პოეტურ ზეიმს, რომელიც მწერალთა სახლში გაიმართება, ძალიან დიდი ხნის სამუშაო უძღვის წინ, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ოქტომბერში. ჩვენ და ლიტერატურულმა გაზეთმა, კონკრეტულად ირაკლი ჯავახაძემ და მე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინათ, იდეა მოგვივიდა, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე დაბეჭდილი ყველა პოეტებს შევხვედროდით დებიუტანტებს და მათთვის მოგვეწყო საღამოები აქ და ყოველ პარასკევს თითქმის 10 თვის განმავლობაში ოქტომბრიდან წარმოიდგინეთ ჩვენ ყოველ პარასკევს ვიკრიბებოდით და მინიმუმ 2 ავტორი, იყო შემთხვევები 3-4 ავტორიც ერთად კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს და მერე მიდიოდა განხილვა და ასე შემდეგ. ეს თაობა, რომელიც პირველად მოხდა მწერალთა სახლში ასეთი საღამოებით, იყო ძალიან ბედნიერი. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს პოეტისთვის და მწერლისთვის ესეთი ხმამაღალი ნათქვამი თუ არ არის აღიარება, რომ მწერალთა სახლში მას ლიტერატურული საღამო ჰქონდა პერსონალური.
ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, შეგვეერთებინა და გაგვეკეთებინა ერთი ძალიან დიდი საღამო ყველასთვის. ყველასთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საღამოში და საღამოებში, ამ პარასკევობებში და რაც თავარია, მოსულიყვნენ ადამიანები, ვისაც უყვარს პოეზია. აქ იქნება რამდენიმე მიკროფონი. მინიმუმ 4 ალბათ, ესე ვგეგმავთ. და რა თქმა უნდა ამ მიკროფონებთან დადგებიან პოეტები, ის პოეტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში და ამ მიკროფონებთან მივლენ ის ადამიანები, ვისაც პოეზია უყვარს და ისინი წაიკითხავენ ნებისმიერ სხვა პოეტის ან თუნდაც თავის ლექსებს თუ ასეთები გამოჩნდებიან. ეს ღონისძიება იქნება ძალიან თავისუფალი, ეს ამ მიკროფონებს დავარქვით თავისუფალი მიკროფონი. იმიტომ რომ ის იქნება ყველასთვის, ვისაც უყვარს პოეზია. ვფიქრობთ, ჩვენი ესეთი შემოქმედებითი საღამოების წელი ამით დავხუროთ, იმიტომ რომ სეზონი იწყება ეხა საზაფხულო არდადეგების და ეს იქნება ესეთი გრანდიოზული საღამო, რომლითაც დაიხურება ეს შემოქმედებითი წელი. აღსანიშნავია, რომ მწერალთა სახლში ახალი თაობის ავტორთა საღამოების დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება 11 ივლისს 20 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გაგრძელდება. გულისა და ფილტვების შემგრთელობისთვის სასარგებლოა დილის ვარჯიში. ამ საკითხზე ფლორიდაში კვლევა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 800-მდე ადამიანმა, რომელთა საშუალო ასაკი 76 წელი იყო. ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევაში მონაწილე პირთა ფიზიკური აქტივობის ჩაწერა სპეციალური მოწყობილობით. დაკვირვებით დადგინდა, რომ დილის საათებში ვარჯიში ყველაზე სასარგებლოა. სპეციალისტების განცხადებით, კარგი აზრდასრულებმა კვირაში 150 წუთი მაინც დაუთმონ ზომიერ ვარჯიშს. ის ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირებას.